6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა. ასევე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად სესია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა საკუთარი ანგარიშით გახსნა, რასაც ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ ყველა მნიშვნელოვან კანონზე ისაუბრა, ცალკე გამოყო საკონსტიტუციო ცვლილებები. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, კითხვები ძირითადად რეგლამენტს და ახალ კონსტიტუციას შეეხებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლას პრემიერი, დედაქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ პრემიერი დეპუტატების წინაშე ანგარიშით 22 მარტს წარსდგება. როგორი იყო ირაკლი კობახიძის გამოსვლის მთავარი აქცენტები, ნათია სონგულაშვილი ესწრებოდა სხდომას და ისახლა პირდაპირ ეთერშია. პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა საკმაოდ ვრცელი გამოსვლა და მან დეტალურად შეაჯამა გასული წელი, ასევე ისაუბრა იმ გეგმებზე, რომელიც აქვს 2019 წლისთვის. ირაკლი კობახიძის თქმით, 2018 წელი იყო ნაყოფიერი და ახლა პარლამენტი იწყებს იმ ამბიციური გეგმის შესრულების გაგრძელებას, რომლის მიხედვითაც ყველა მიმართულებით ვითარება უნდა გაუმჯობესდეს. საპარლამენტო ცხოვრებაში ახალი ტრადიცია დამკვიდრდა და ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ საზოგადოება ყოველწლიურად მოისმენს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს. პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად პლენარულ სხდომაზე მოხსენებით ქვეყნის პირველი კანონმდებელი გამოვიდა. ირაკლი კობახიძემ შეაჯამა გასული წელი და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. 2018 წლის მთავარ მიღწევად კონსტიტუცია დასახელდა, მეორე ადგილს რეგლამენტი იკავებს. მიღებული 705 კანონიდან ყურადღება შრომის უსაფრთხოებაზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკასა და განათლებაზე გამახვილდა. კობახიძე დარწმუნებულია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი საკუთარ სიტყვას იტყვის. ჩვენი თავითვე დავისახეთ ამბიციური მიზანი, გაგვეუმჯობესებინა მდგომარეობა ყველა მიმართულებით. ამ მიზნის განხორციელებას ვემსახურებით თანმიმდევრულად კომპლექსური გეგმით. ჩვენი მიზნების ერთი ნაწილი უკვე მიღწეულია. ჩვენ მივიღეთ დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპული პარლამენტარიზმის საუკეთესო ტრადიციებთან და რომლის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი ძლიერი პარლამენტია. ჩვენ მივიღეთ დახვეწილი რეგლამენტი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც კანონშემოქმედების, ისე ზედამხედველობის კუთხით პარლამენტის შესაძლებლობების თვისებრივ გაძლიერებას. ჩვენ მეათე მოწვევას გადავაბარებთ პოლიტიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით თვისებრივად გაძლიერებულ პარლამენტს, რაც უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის მდგრადი დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი. პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებას პრემიერი, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. ირაკლი კობახიძის გამოსვლას არ მოусმინეს ეკა ბესელიამ და მისმა ორმა თანამოაზრემ. ისინი სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. ირაკლი კობახიძის გამოსვლა მედიასთან კახა კალაძემ შეაფასა და პარლამენტის როგორც საზედამხედველო ორგანოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს პარლამენტმა მუშაობა განაახლა დახვეწილი კონსტიტუციით, დახვეწილი რეგლამენტით, სადაც პარლამენტის როლი კიდევ უფრო წარმოდგენილია, გაძლიერებულია, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს აქვს მკაფიო ხედვა, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და ის აუცილებლად იქნება უკეთესი 4 წლის თავზე, ვიდრე იყო 2016 წელს. ირაკლი კობახიძეს ყველაზე მეტი კითხვა სწორედ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებაზე დაუსვეს. ოპოზიცია ამბობს, რომ მინისტრების დაბარების კუთხით პრობლემებია და ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები სადეპუტატო კითხვებს არ პასუხობენ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუცია და რეგლამენტი დაცული იქნება. მინისტრების დაბარებაზე კობახიძემ ოპონენტებს განუმარტა, რომ ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე იყო პარლამენტში. მიმდინარე კვირას კი მოусმენენ მთავრობის კიდევ ორ წევრს, ხოლო 22 მარტს კანონმდებლების წინაშე გამოვა პრემიერი. წერილობითი ფორმის ნაცვლად სამთავრობო პროგრამას პირადად მამუკა ბახტაძე წარადგენს. ევროპული საქართველო იყენებს ახალი რეგლამენტს 55 მუხლის ნორმას, რომ მოვიდეს კომიტეტში, რაზეც მინისტრები უარსაბობენ და იყენებენ 152 მუხლს, როდესაც ისინი მოდიან პლენარულ სხდომაზე და იქ აკეთებენ მოხსენებას. იქნება თუ არა ამაზე რეაგირება? ჩვენ არა ვართ დაუნახავები, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ძალიან ბევრი რამ ამ რეგლამენტში არის შეცვლილი სასიკეთოდ. პირველი ცუდი ტრადიცია დამკვიდრდა უკვე. ამ ჩვენ უამრავი სადეპუტატო წერილით მივმართეთ სამინისტროებს და არის შემთხვევები, რომ 225 დღიანი დაგვიანებებიც არის და აქ მაქვს ყველა ჩამონათვალი, მაგრამ მოდით გადავუსვათ მართლა ამ ძველს ხაზი და დავიწყოთ ახალი რეგლამენტით. ახალი რეგლამენტი გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ ფუნქციას. და არის ძალიან ბევრი მექანიზმი ჩადებული იქნება ეს საკომიტეტო დონეზე თუ ჩვეულებრივ დეპუტატების დონეზე, რომ კარგად გამოვიყენოთ ეს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რომელიც საზოგადოებას ითხოვს, რომ ზედამხედველობის ნაწილში ჩვენ თავრობის მიმართ კიდევ უფრო მკაცრები ვიყოთ. თავარ გამოწვევად რჩება
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, საკითხები, რომელზეც ყველაზე ხშირი აპელირება მიდის ხოლმე და სავსებით სამართლიანადაც. როგორ უყურებთ თქვენ პარლამენტის როლს, რომ ამ დინამიკაში განსაკუთრებული წვლილი შევიტანოთ, საზედამხედველო ფუნქცია გავაძლიეროთ და გაცილებით მეტი კონკრეტულად ამ სფეროში იყოს პარლამენტის მიერ განხორციელებული კონტროლი და ზედამხედველობა. ჩვენ უკვე ქონდა შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ბატონი მიხეილ ბადიაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მოდის ამ კვირაში როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე, სწორედ ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების ფარგლებში. ხალბატონი მაია ცკიტიშვილი გახსნის, ასე ვთქვათ, ახალ ფორმატს, მინისტრის საათის ფორმას და ესეც მოხდება ამ კვირაში, პარასკევ დღეს და ასევე უკვე იყო ნახსენები, რომ 22 მარტს პირველად ალბათ თუ არ ვცდები საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ინტერპელაციის წესი ჩვენ მოусმეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს ხდება ძალიან მოკლე პერიოდში. არის შემთხვევები, როდესაც ირღვევა კონსტიტუციის მოთხოვნები, რეგლამენტის მოთხოვნები, მაგალითად, დროულად შესაბამისი სუბიექტები არსებენ პასუხს კითხვებზე, რომელიც იგზავნება დეპუტატების მხრიდან და ასე შემდეგ. ჩვენ მზად ვართ დავინტერესდეთ თითოეული შემთხვევით და უზრუნველყოთ ის, რომ კონსტიტუციის და რეგლამენტის თითოეული ნორმა იყოს ზედმიწევნით დაცული. პარლამენტის თავმჯდომარესთან კითხვები იყო კონსტიტუციაზეც. ოპოზიციამ ხაზი ქვეყნის მთავარი კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გაუსვა და ითქვა, რომ კონსტიტუცია პარლამენტმა კონსენსუსის გარეშე მიიღო. საპასუხოდ ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომლითაც ქვეყანას საკონსტიტუციო რეფორმამ მოუტანა. გარდა ამისა, კობახიძემ ოპოზიციას წარსულში საკონსტიტუციო ცვლილებების უშედეგო მცდელობების ისტორიაც შეახსენა. თქვენ კონსტიტუცია დაასახელეთ და ეხლა აქ ტრიუმფალური გამოსვლები იყო, როგორც ძალიან მაგარამე გიქნიათ. მე მაინტერესებს კიდევ ერთხელ გარკვევით გითხრათ ჩვენ ევროპულ საქართველოს და საზოგადოებას. თქვენ მართლა არ მიგაჩნიათ პრობლემად, რომ ისეთ საკითხზე, როგორც არის კონსტიტუცია, ვერ შედგა ვერანაირი კონსენსუსი მართლ გუნდს და მთელ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს. და ყველას გავახსენო განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობას და მის მეორე პარტიას, რომელიც ასევე ნაციონალური მოძრაობაა, თუ რამდენჯერ ჩატარდა საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმა, უბრალოდ რამდენჯერ იყო ამის მცდელობა და რომ ეს მცდელობა 2016 წლამდე ყოველთვის თავდებოდა ისე, რომ ან მართველი პარტია ირგებდა კონსტიტუციას საკუთარი მიზნებისთვის, ან საერთოდ ვარდებოდა ეს პროცესი, რადგანაც ვერ პოულობდნენ შესაბამის რესურსს. აქამდე მოქმედი კონსტიტუციის რედაქციით შესაძლებელი იყო ავტოკრატიის ჩამოყალიბება. ახალი რედაქცია მთლიანად გამორიცხავს ამის შესაძლებლობას და ამისათვის კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არის ჩადებული კონკრეტული ინსტრუმენტები. ეს არის მთავარი მიღწევა. ჩვენ არასდროს აღარ დავბრუნდებით ავტორიტარულ წარსულში, რომელიც ძალიან მძიმედ გვახსოვს ჩვენ 90-იანი წლებიდან და უფრო გვიანდელი პერიოდიდან. საგაზაფხულო სესია თბილისში ახალი ტრადიციით პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებით გაიხსნა. ირაკლი კობახიძის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა კომიტეტის თავმჯდომარეებმა დაიკავეს. დღეს მათ გასული წელი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. დღეს ბოლოს დეპუტატებმა შეაფასეს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეგლამენტი დეკემბერში ამოქმედდა, ოპოზიცია უკვე ამბობს, რომ პარლამენტი ვერ ასრულებს ზედამხედველობის ფუნქციას, საპასუხოდ მმართველმა გუნდმა წარსული გაიხსენა. თქვენ ვახტით საუბრობთ ძლიერი პარლამენტი. იმით კი არ არის ძლიერი, რეგლამენტში რა ეწერება. რეგლამენტში რა წერია, ის როგორ შესრულდება, ეს ამით იზომება პარლამენტის ძალა. თუ მინისტრი რაღაცას არ აკეთებს, იმ მინისტრს პასუხი უნდა მოთხოვო. თუ პროკურორი თავისუფლებამოსილებას და ვალდებულებას არ ასრულებს, უნდა მოთხოვო ამ ვალდებულების შესრულება. ეს არის ძლიერი პარლამენტის ფუნქცია და ამას თქვენ სამწუხაროდ არ აკეთებთ. ჩემი პირველი შეხება საქართველოს პარლამენტთან იყო 10 წლის წინ. იყო სრული სიცარიელე, სამარცხვინო იყო, თქვენ მაშინ არ იყავით ქალბატონო ლელა, რო ყოფილიყავით შეგსხვებოდათ. იმიტომ რომ ეს იყო ადგილი, სადაც სრულიად ცარიელ დარბაზში, აბსოლუტურად არანაირი განსხვავებული აზრი, აბსოლუტურად არანაირი განსხვავებული პოზიცია, არანაირი კითხვა, რომელ ზედამხედველობაზე იყო საერთოდ საუბარი, რომელ მინისტრის დაბარებაზე, ამაზე საერთოდ ფიქრიც არ მიდიოდა, უბრალოდ კითხვა რომ ვინმეს დაესვა, ამისგან სურვილი მქონდა ხოლმე. მე მინდა გავიხსენო ის მშვენიერი დღე წინა საპარლამენტო სესიიდან, როდესაც ბატონი ოთარ კახიძე წარუადგინეთ ოსკარის ნომინაციაზე ბრაზიანი საუკეთესო როლის შესრულებისთვის, როგორც ჩანს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო და ეს ნომინაცია ძალაშია. ოპოზიცია დღევანდელ პარლამენტში ამ საკონსტიტუციო მოდელში აშკარაა, რომ ბევრად უფრო ეფექტურად ასრულებს თავის ფუნქციას. ის წუხილები, კითხვები, რაც ჰქონდა ოპოზიციას
საპარლამენტო ზედამხედველობასთან დაკავშირებით, მთავრობასთან და მთავრობის პარლამენტში ვიზიტებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ მეტწილად არის მოხსნილი დღის წესრიგიდან. მე ყველა ჩემს კოლეგას უსურვებ, რომ ის შესაძლებლობები, რაც არის ახალ რეგლამენტში, ეფექტურად იყოს გამოყენებული. შეიძლება ითქვას, რომ საგაზაფხულო სესია საკმაოდ დატვირთული იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგებიან მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი.